გამარჯოს კაცურკაც. Anjelidan moshchans shishveli xebi amindim shiurების გაყინვას ითხოვს. დილამშვიდობისა ჩემო მეგობრებო. როგორ ახართ? არ ვიცი, ჩემო მაყურებელმა შეამჩნია თუ არა, მაგრამ იმ იუმორის უკან რასაც ჩემს არხზე ნახავთ, ჩემი ზოგადი განწყობა არის მელანქოლიური და დღესაც მასე გავიღვიძე. არ მიყვარს სიყალბე და არ დავიწყებ იმის თამაშს, რომ კარგად თუ არა. პირიქით, ეხლა ჩემი ნება რო იყოს, სახლში დავჩებოდი, ამ მინდის მიუხედავად დავკეტავდი დარაბებს და გარეთ საერთოდ არ გამოვიდოდი. ღმერთმა ალბათ გურიაში იმიტომ გამაჩინა, რომ იუმორით დამებალანსებინა ის მელანქოლიური განწყობა, რაც დამყვება ხოლმე. თუმცა იმ 7-8 ერთგულ მაყურებელს, რომელიც ჩემ ვლოგებს ყოველდღიურად უყურებთ, გეტყვით, რომ მე სიტყვის კაცი ვარ და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან. თან თეატრში არსებობს ერთი ასეთი წესი, რომ თუ ერთი ადამიანი მაინც იყიდის ბილეთს, არ გაქვს უფლება რომ სპექტაკლი ჩააგდო. პირიქით უნდა გახვიდე და თელმა დასმა იმ ერთი ადამიანის გამო ითამაშოთ ისე თითქოს მთელი დარბაზი სავსეა. შესაბამისად თქვენს გამო არ გადავალ სიტყვას და მივიყვანთ დაწყებულ საქმეს ბოლომდე. ყველას კარგ დღეს გისურვებთ. დანარჩენი როგორც ხდება ხოლმე ისე ყოველდღიურად მივყვებით და ლელა ვნახავთ. ასეთ დღეებში ცხოვრება სიურპრიზებით გვანებივრებს ხოლმე. აი ერთ-ერთი მათგანი მაგალითად. მოტყდა ის ნასვარკიც. ის ხანა ვასახლავდე და არა. სიმართლე გითხრათ უკვე სულ ერთია. უნდა მოტყდეს და უნდა. მეზობელთან გადმოვედი. ჩოჩობა ვიპოვე მოსაჭრელად და ეს ადგილი მინდოდა და მეჩვენებინა. აქ 1-2-3 წლის წინ მყავდა ფუტკარი დასმული, ესე ეძახიან დასმული და მე სადმე თუ ვიპოვე ფოტოები გაჩვენებთ. რა ლამაზი იყო მაშინ აქაურობა, ხო და დროშბა გადმოვიტანე ახლა საჭრელად და ამ ადგილიდან დაიწყო ჩემი ამ ტყესთან და იმასთან შეხებაც და ის ფერმაც მაშინ გავიგე რომ მიყიდებოდა, რომლის ამბებსაც თქვენ გებულობთ. და უყურებთ და ნახულობთ. ისე რისი თქმა მინდა იცით, წეღან ფიქრობდი. რა უცნაური რამეა ცხოვრება. როცა ცუდი დღე გაქვს ადამიანს, იმის მაგივრად რომ გაგიმარტივდეს ყოველდღიურობა, რაღაცა საქმე იოლად გამოგივიდეს, წინ წახვიდე პირიქით. საბურავი მოტყდა ტრაქტორს, რაღაცა ხელი შემშლელი ფაქტორი ისა ესა. და აი იმის ინსტაგრამის და ტელევიზორის ვითომ ინფლუენსერები რო არიან და რომ იმეშვებიან რომ ეს ადამიანს აკაჟებს და ადამიანი ამით რაღაცა უფრო უკეთესი ხდება. ჩემი აზრით, ოღონდ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და თუ არ მეთანხმებით შეგიძლიათ ჩემ მეწინააღმდეგოთ, რომ ადამიანი მაგით უკეთესი ვერ ხდება. თუ ვერც კაჟდება. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ წაქცეული ხართ და ადამიანები გირტყავენ და ერთ დღესაც აღმოაჩენ რომ ტკივილის მიმართ რეზისტენტული ხარ, ანუ ვეღარ გრძნობ. იმდენად დაგიქვეით და შეგრძნება ტკივილის რომ ამტანი გახდი. და ისინი ამას უძახიან გაკაჟებას. მაგრამ როგორ შეიძლება რაღაცის დაქვეითება მით უმეტეს გრძნობის და გრძნობადობის იყოს წინ გადადგმული ნაბიჯი ან კარგი. მე მგონია რომ პირიქით ეგ უკუსლა და ადამიანი მაგით უკეთესი ვერ ხდება. და მაგით უფრო უკან მიდის. ხოლო რაც შემეხება მე საკმარისად ჯიუტი ვარ იმისთვის, რომ რაც მინდა ის მივიღო და რაც მინდა ის გავაკეთო. შესაბამისად მაინც მოვჭრი ამ ყველაფერს, მაინც დავალაგებ და მხრით გადავიტან სახლში. და ამ ყველაფერს ბუნებრივია ნახავთ, მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას, რომ მე ამით უკეთესი გავხდი.
პირიქით, რაც შემეძლო მექნა 1 საათში, მომდები მას მთელი დღე. მაგრამ არა უშავს. მაინც გავაკეთებთ იმას, ისი გაკეთების სურვილიც გვაქვს. ტრაქტორმა რო გვიმტყუნა საბურავმა ეგ ჩვენი ბრალი კი არა დამპალი კაპიტალისტებს ხოდა ერთი სიტყვით ამის მოჭრას მაინც მოვითავებ დღეს ყველა ვარიანტში სამყოფსაც და უფრო მეტსაც სანამ ხელებზე ყვაჩები კვიჟღებად არ გადაიქცევა იქამდე მოვაგვარებ მაგ საქმეს და მე ვნახოთ ტრაქტორის ამბავსაც რამენაირად მოვიფიქრებ რამე, სწორედ ავტოვებ ფერმაზე და გავუდგები ფეხით შარაგზას. და მე იტყვის ამ თანამედროვე დროის ოთარჭილაძე რომ გზაზეო ერთი კაცი მიდიოდა. სხვათა შორის ერთი კაცის სიარულს ორი კაცის სიარული ჯობია ყოველთვის. მეტი საქმე მაინც გაკეთდება. გაახარებს ბიჭებს ღმერთი სათევზაოდ იყვნენ მოსული და ჩემთან უბანში ამარბენინეს და მას ვარკინეს ეს დისკი და ჩამოვიტანე და დავაბნევ და მაგრამ იმ ჩოჩობას რაც მოჭრილი მაქვს დღესვე გადმოვიტანე. მეჭხუბებოდა ის ჩემი მეზობელი ბულგარელი კაცია და ბიჭო ესო ჟეჟის რკინა არ ვარგავ, რკინა ტუფტა. და მაგიტო არ ვარგავ და სულ გაგიტყდებაო, წარმოიდგინე რაღაცას ყიდულობ. და იმდენად დიდი მატორი აქვსო, რომ ეს სულ გატყდებაო. და არ კონდესო მაგის იმედიო რომ რაღაცაო და შესაბამისად მივიყვან სახლამდე და მე როცა დამჭირდება მაშინ გამოვიყვან თორე აზრი არ გქონია ამით სიარულს არ რაღაცა სხვა უნდა მოვიფიქრო მასობაში 6 საათი შესრულდა და ჩქარტემში ვართ ოპტა სერჯობია გავსკურეთ ახლა ფერმისკენ რომ ჩამოტვირთვაც მოვასწროთ Ველას დავისიო და მისტირი ველას დავისი ცხარო ცხურია არ მეგულება შენზე ლამაზი სიაბლით სავსე ჩემო გურია მზემაც აიდგა ღობეში ფეხი მთვარეს გაუსკდა შურით გულია რამდენს იტევდი, რამდენს დაიტევ ტანჯვით ახსავსე ჩემო გურია იმ სატანჯველს საცხიმილით უმზე და სიყვარული შენი შურია სამაგალითო მთელი ერისთვის მუდამ იყავი ჩემო გურია ველას თავისი ცხარო ცხურია არ მეგულება შენზე ლამაზი სიაბლით სავსე ჩემო გურია
დაუჭირე ბორის აღარ კარგად დაუჭირე თორე შენ რომ იცი ბუშდება მე. ბორის აფუჭებს ყველაფერს. შეხედა აფრა გაიგوارდა ხახ. ხო, გაიხარდა. მეცა აი იქინე გადაჭიმული გაწყდა. ხო, იმაზე მიბნეული. აი ეს. მეც გოუში ამას ხელი და აი დავაბნიო. გოუში. მეცა აი მივა. არა, აქიდან მივაბნიოთ რა, ქვეიდან აბნევ. გოუში ხელი. გოუში მაგას ხელი. ამას გოუში ხელი, ამას გოუში. გვენდე იძუთით. გამოგადგებ. აი მაჩუქე. ხო. ერთი მაგდენი კი დავხარჯეთ ამის დამნევაზე და. აბა რა, ამხელა მაგრამ სახნავად არის კანფეტ. არდეი. ეგე რა, კითხარეს გახედა ბედ დასვა რამდენჯერა დასვა შიგნიდან. ხანი რამდენი ხანი არ ყოფილო. რომძადი. თამის ხერიჯიკა ჩემოგონა. არა, მასე არა მეჩქარება. ერთი ჯიკა. მაჩალი ახლა. ერთი ჯიკა. მაჩალი შეტყობა შენია. კი ბატონო. ბრძანე. ვის არინი ბაბუა? ბადიტოლო ბადიშე რობო. კი ბატონო. ახლა მე დიდი ხნის ვარ. მაგრამ აი ესე ხო. ახლა გრეხურ ოჯახში გევიზარდე. ხო და აი ხუნო ისმობდა სულ. ხო და ალბათ წამის წია იმან. ხო და ევიღე მე ერთი გრაფიკა ღვინო. ხო. მისი სტაკანით ხო. წევედი ზვინებში. მე 7 კლასში ვიყავ. ხო. ხო და ხო და წევედი იქინა და მე მომასვენე ნახარ და მე ექიმები ყოფილა და მომიყვანა და მე აღარ გახსოვს. ხო. აფერ არ მახსოვს. მე 7 კლასში ვიყავ. მე 7 კლასში ვიყავ. კი ბატონო. ხო, მაგრამ სტუმართ მოყარეობა საქართველოში ახლა ძველი ისტორია თუ გაქვთ, წაკითხულობთ, ახლა გითხულობთ იმას, იყო და ამართლებდა მაე. მოდი ახლა ჩვენ აფერს გავთვიჭი, ჩვენ ახლა სხოები არ ვართ. კი, არინი ბაბუ. მოდი ჩვენ სიყვარულს გამოვიდეთ. გაგიმარჯოს. აქანე წეში ვარ ჩვენ ერთმანეთთან და შენ რომ დროხა ჩაგივარდეს აქანე, მე უნდა გამევიქცე იქინე და უნდა მოგეხმარო. აერწმენა უნდა ხონდეს. კი ბატონო. ისეც? ვასტორი? კი, ისეც. გვერდი, ერთმანეთის იმედი გქონდეს უნდა. ერთმანეთ, აგია მთავარი და აი დაკარგა ახლა ხახვა პატარა. ვატყობ ახლა როყობიან ამბას, მე არ ვერე. არც ახლა ინდოს. ხო. მაგრამ შეყვარული იყო და კარგად იყო. მაგრად იყო. აგე რა მაგარი წიგნია, სამშობლოს ერთგული შვილები. და ეს ისტორიული წიგნი იქნება. აი მართლა. და გავიმარჯვე კარგად. რამდენი გენერალი ყავდა ის საბჭოებში? არა. ამდენაში გაინტერესებს, რამდენი ყავდა? არა, არ ვიცი, თორე რაში მაინტერესებს, ეგეთ რაღაცა მაინტერესებს. 18 ყავდა, 18 გენერალ-მაიორი ყავდა, გენერალი. ლესელიძე იყო გენერალ-პოლკოვნიკი. შავანაძე იყო გენერალ-პოლკოვნიკი. აი ახლა მაგრამ ჩანჩიბაიძე კიდო გენერალ-პოლკოვნიკები იყო. ის პატმოლკოვნიკები, პოლკოვნიკები იყო. გასაგები. გაუმარჯოს, მეზობლობას გაუმარჯოს. მე მაგალითად ამის მოხრევა. იმედს გაუმარჯოს იმის, რომ კაცი გეგულება გვერდით. მე კიდე შენ რომ რაბა დაგკიდეს. ხო. ხო და მე ვარი გითხრაო. გამორიცხული. აგირჯობა დაკარგა პატარა ქართველებმა ვატყობ მე. არა მე ბეუფსარაია დამუშერი. ხო და სიყვარულს და გაუმარჯოს. მეგობრობას გაუმარჯოს და ქართველ ერს გაუმარჯოს საერთოდ. გაგიმარჯოს ზანი ბაბა. ახლა რამდენი წლის ხარ შენ? 90. 90. შერე ბაღანაია. ყველა დღე მოდიხარ ველოსიპედით და მიდიხარ. კი. დღეში ორი და დღეში ორი. ვეძინები ამას. ხო. სიბინით წამოვე სარწყავლაში ვიბინოთ ერთად. თუ ამყოვე. მე მაჯობებთ, ორივე ფაქტია. მარათონზე მე ორივე მაჯობებთ. მარათონზე ბადიობს. მარათონ. გაუმარჯოს, მეზობლობას გაუმარჯო. ერთხანს ვიყოთ. გამიმარჯვე და კარგად. გეიხარე. სანამ ვართ ერთად კარგად ვარ. კი ბატონო. შენი გაჯერება, ჩემი გაჯერება იქნება. ჩემი გაჯერება, შენი გაჯერება იქნება და აი შერწყება ქართველები,
აი აგლია ქართველებს, აგლია პატარა ნასაბაგი აქვენ. ესე რაგინდა ძველად რომ იყო, დაბრუნდეს რა. ხო. არ დაბრუნდეს, გაგება, შეგნება თორე. შეგნება. შეგნება. ამის მომხროვარლე. გაიხარეთ. რა ხდება? ქალბატონებო, ჩემ ჩოჩობას დაეწაფეთ? ოჰო, პირველში ყოფილა და კენა არაყი დაეთყო საქმესა. Vale giornasone, pinagero massone, yeah. Alles gut. აი რა შვება 300 გრამი სახლის არაყი ძვირფას ადამიანებთან ერთად. გადმოტვირთვას არ გვჭირდება, პირდაპირ გადმოტვირთულია. სეპახჭი მოვედით. ეხლა ეს დავალაგოთ, მერე ქალბატონებს ვიმხედოთ და ბოლო მერე საკუთარ თავსაც ვიმხედოთ. სახს ვიმხედოთ, ცოლი გველოდება, შვილი გველოდება. დილით როგორ დავიწყე? თუ შუადღით რა მნიშვნელობა აქვს? ცხოვრება როგორი უცნაურია თქო. როგორ დავიწყე და როგორ ვასრულებ? უბრალო ადამიანებით შიერზე დალეული სამი ჭიქაი, ნოდარ დუმბაძი ზური კელა როყვება დაახლოებით ეგ ჟანრია. შიერზე დალეული სამი ჭიქა არაყით და იმ სიყვარულით, რასაც იმ წუთას იმ ადამიანებისგან გრძნობ. ისევე როგორც უცხო ადამიანებისგან, რომელიც ხშირად კომენტარებში ან პირადში ან SMS-ებში მწერენ. დღეს დილით სხვანაირად წარმომედგინა დღევანდელი დღის დასასრული. მაგრამ ამაზე უკეთეს დასასრულს ვერც წარმოვიდგენდი დღეს დილით. საქმეც გავაკეთეთ, ტრაქტორიც გავაკეთეთ. მზიანი და თბილი ამინდი გვაქვს. ადამიანებს ერთმანეთი გვიყვარს. ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც ტყეში ვართ და ადამიანების სიმრავლეს მოკლებული ვართ, ოღონდ ნამდვილი ადამიანების, მას არაფერს განსაზღვრავს და არც მინდა ეხლა თილად ფილოსოფიური იმები ტვინი გავბურღო და ყველას ვიდობიანი საღამო. ღრმესი მადლობა იმისთვის, რომ ჩემთან ერთად ხართ, ღრმესი მადლობა იმისთვის, რომ არიშურებთ ძვირფას სიტყვებს ჩემთვის, რაც სტიმულია და ყოველდღიურად განვითარებაში მეხმარება და მინდა აი ეს ლამაზი კადრი დაგიტოვოთ დასასრულს, რადგანაც ამაზე ძვირფას ვერაფერს ვერ მოვიფიქრებ. ისიც იცით, რომ ქალბატონებს ეს არ დავტოვებ, ისიც იცით, რომ მათ უყურადღებოთ არ დავტოვებ და ასე შემდეგ. გემშვიდობებით ამ
ამ ლამაზი კადრების ფონზე.